დაიცავი ტყეში ქცევის წესები. ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი კამპანია. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ახალი პროგრამა ჩაუშვა. ეს არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე 350-ზე მეტი ბანერის დამონტაჟება, რომელსაც მოყვება სპეციალური QR კოდები და რისი საშუალება გვექნება ამ QR კოდებით. ახლა ამ ყველაფერზე საუბარს ვიწყებ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან ერთად. ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღემშვიდობისა დათა, მოგესალმებით და დროული ალბათ ამ თემაზე საუბრის დაწყება. რა პროექტია ეს და რას ემსახურება ის? რატომ გახდა აუცილებელი ამ პროექტის დანერგვა სწორედ ახლა? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით თემით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. ნამდვილად აქტუალური საკითხია, თუმცა რაც თქვენ ბრძანეთ, მიმდინარე კლიმატური პირობები ჯერჯერობით არ წარმოადგენს ხანძარსაშის პერიოდს და ხანძრის რისკს, თუმცა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, ასე ვთქვათ, მცხუნვარე მზეები, გვალვიანი პერიოდები და ზოგადად ამ პერიოდში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტყეში ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება, არის ხანძრის გაჩენის რისკი. მათ შორის თქვენ კარგად ბრძანეთ, რაც უფრო ხელუხლებელია გარემო და რაც უფრო ნაკლები ადამიანის ჩარევა ეტყობა, შესაბამისად ეგეთ ადგილებში მივდივართ ადამიანები, იმიტომ რომ გვაინტერესებს წარმოდგენილია ესე ვთქვათ განსაკუთრებული ბუნება და შესაბამისად ესეთ უნიკალურ ადგილებში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე, მაქსიმალური ყურადღება ჩვენი ქცევის პროცესში და ეროვნული სატყეო სააგენტოს ეს საინფორმაციო კამპანიაც, რომელიც ემსახურება ტყის ხანძრების რისკების შემცირებას, სწორედ ამას ემსახურება ადამიანს შეახსენოს მუდმივად, რომ იმყოფება უნიკალურ ადგილას და მის მიერ ჩადენილი ესე ვთქვათ დაუდევრობით შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს გარემოს, გამოიწვიოს ხანძარი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შეუქცევადი პროცესები მოყვება, აწლეულები და საუკუნეებით შესაძლოა დაასჭირდეს ნახანძრალი ტყის აღდგენას, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია თავიდანვე პრევენცია, მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკითხოთ საკითხს და დავიცვათ ის მინიმალური ქცევის წესები, რაც აუცილებელია და უზრუნველყოფს იმ უსაფრთხო ჩვენს ვიზიტს ტყეში და ეს არის აუცილებელი, რა თქმა უნდა. რა ინფორმაციის მატარებელი იქნება ის 350 ბანერი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება და ის QR კოდები, რომელიც მასზე იქნება დატანილი? დიახ, ბანერზე დატანილია საკვანძო ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდეს, ესე ვთქვა და რა უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა QR კოდზე გადასვლის შემდგომ ორენოვანი ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე, მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ჩასმულია ეს ქცევის წესები, რაც ძალიან მარტივია, როგორც თქვი, ეს არის მარტივად სად უნდა დაანთოს ხანძარი, უნდა გაითვალისწინოს, რომ სად უნდა დაანთოს ცეცხლი უკაცრავად. უნდა გაითვალისწინოს, რომ კოცონის დაანთობის პერიოდში არ იყოს და მიმდებარედ არ იყოს ხის ვარჯი, ანუ ტოტები, ასევე არ უნდა იყოს ადვილად აალებადი მასალა, მათ შორის ბალახის კუთხით და უნდა შეარჩიოს შესაბამისი ადგილი, სადაც ტრადიციულად ცეცხლი ინთება, მოწყობილია საკოცონო ბაქანი და ასე ვთქვათ, ხელუხლებელ ადგილებში მოერიდოს ცეცხლის დანთებას. შესაბამისად, ამ მარტივი ქცევის წესების დაცვის შემთხვევაში მინიმუმამდეა რისკი დაყვანილი, მათ შორის აუცილებელია დააკვირდეს, რომ ცეცხლი ჩაქვრა ვიზიტის დასრულების შემდგომ, მიაქციოს ყურადღება, რომ ნაკურჩხალი არ იყოს, ჩააქროს თუ ნაკურჩხალი იქნება წყლით და უბრალოდ ამ მარტივი ქცევის წესების დაცვით აირიდებს ძალიან დიდ საფრთხეს, რასაც ტყის ხანძრები ქვია. რამდენად ხშირია მსგავსი დაუდევრობის მაგალითები, რამდენად ბევრი გაქვთ აი ზაფხულის განმავლობაში ალბათ განსაკუთრებით? დიახ, სამწუხაროდ ბევრი გვაქვს და უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტყის ხანძრების 90%-ზე მეტი პრაქტიკულად დიდი ნაწილი, უმეტესი ნაწილი ადამიანის დაუდევრობით არის, ეს ანთროპოგენული ფაქტორით არის გამოწვეული და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში ზოგადად ხანძრების უმეტესი მიზეზი ადამიანის დაუდევრობა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ეს კლიმატის ცვლილების ფონზე ეს ხანძრებიც არის უკვე გადაზრდილი კატასტროფაში. ჩვეულებრივად ხშირ შემთხვევაში ხანძარი მინიმალურ ხასიათს უნდა ატარებდეს, ბუნებრივი პროცესია შეიძლება ითქვას ხშირ შემთხვევაში ხანძარს, თუნდაც მეხის შედეგად გაჩენილი ხანძარი. თუმცა ეს ადამიანის ჩარევის შედეგად, მათ შორის გარდაქმნილი ამ ტყის ჰაბიტატების გამო და ასე შემდეგ, მინიმალური ხანძარიც კი ხშირ შემთხვევაში კატასტროფად იქცევა და როგორც მსოფლიოში ტენდენციებს თუ შევხედავთ, ყოველწლიურად პრაქტიკულად რეკორდული რაოდენობით ტყის მასივები იწვევა და გასულ წლებთან შედარებით გაცილებით დიდ ფართობზე გვაქვს საუბარი. საქართველოს სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, გასული 10 წლის განმავლობაში ყოველ საშუალო რო ავიღოთ დაახლოებით ყოველწლიურად 500 ჰექტრამდე ტყის მასივი იწვება. გასულ წელს 2025 წელს შედარებით ასე ვთქვათ რთული პერიოდი იყო საქართველოს ტყეებისთვის და ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ფართობების დაახლოებით
1200 ჰექტარი დაიწყო, რაც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი ციფრებია, მით უმეტეს ჩვენ როდესაც ტყის ხანძრებზე ვსაუბრობთ და ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ფართობის გათვალისწინებით საკმაოდ ესე ვთქვათ საგანგაშო ციფრებია. თუმცა ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ რეჟიმში, მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ ტყის ხანძრებთან მიმართულებით, ასევე თანამშრომლების გაძლიერებული დაცვა, პატრულირების და მონიტორინგის კუთხით მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ტყის ხანძრების ციფრი ყოველწლიურად შეამცირდეს. თქვენ ახლა მონიტორინგი ახსენეთ და იცით რა, ბუნებრივია რომ ადამიანები ტყეში როცა მიდიან უმეტეს შემთხვევაში თავისთავად ცხადია მიდიან რაღაცა ოჯახთან ერთად, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ უნდა რომ კოცონი დაანთოს ამას გულებს, რომ ამ შემთხვევაში მწვადი შეწვავს და რაღაცა ასე ვთქვათ პიკნიკი მოაწყოს. ასეთ ოჯახთან ერთად წასვლა და მეგობრებთან ერთად წასვლა ბუნებრივია ხდება იმ ბილიკებზე, რომელიც არის გაყვანილი ამ ტყებში, ახლა გაუვალ ადგილებში ალბათ მაინც ცოტა უფრო ნაკლებად შეიძლება მოხდეს, თუმცა არ არის გამორიცხული რომ თქვა წავიდნენ. რას გულისხმობთ? აი ეს ბილიკები და მოწყობილი საკონცონე ადგილები რომელიც არის გარკვეული მარშრუტის შემცველი, ხო? ხდება თუ არა, ხო, ჩვენ ყოველთვის ვერ ვიქნებით ალბათ ადამიანების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული და პასუხისმგებლობის ტვირთს, რა თქმა უნდა, დიდ ნაწილად მათ ვკიდებთ, ვინც მიდის ტყეში, მაგრამ ისე როგორც ქუჩაში ვერ ავკიდებთ ყველა მოქალაქეს, რომ არ გადააგდოს ნაგავი და ამაზე დასუფთავების სამსახური, იმიტომ ზრუნავს, რომ ვიღაცა უპასუხისმგებლო მასე გააკეთა. არის თუ არა გარკვეული პატრულირება ხდება თუ არა, არის თუ არა შესაბამისი კადრები საკმარისი იმისათვის, რომ დღისით ხდება ახლა ღამე, ალბათ გვიან ღამის პირველ 2 საათზე ტყეში ხანძრითასანთებად ალბათ ნაკლებად მიდის ვინმე თუ მავნებელი არ არის, მაგრამ აი არის თუ არა ის გარკვეული სამსახურები, რომლებიც აი მონიტორინგს, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, გაუწევს აი ამ მარშრუტებს რაღაცა კილომეტრაჟებით, რაღაცა პერიოდული შემოწმებებით, რომ მოხდეს სწორედ ან უკვე დატოვებულის შემოწმება ხომ არ არის აქ ხანძარი და ხო არ დატოვეს სახანძრის საშიშროება, მანამდე თქვა თუ არა სწორად ვინმე ანთებს ამ ხანძარს. დიახ, მადლობა, მნიშვნელოვანი კითხვაა და აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ანახლებს შიდა რესურსებით ამ ტყის ხანძრების მართვის გეგმას. ტყის ხანძრების მართვის გეგმაში ასახულია თითოეულ სატყეო უბანში, 9 რეგიონში საქართველოში, რომელშიც ეროვნული სატყეო სააგენტო ოპერირებს, თუ სად არის მაღალი რისკის უბნები. მაღალი რისკის უბნები იკვეთება როგორც ტყის მართვის გეგმების შედეგად და მკაფიოდ არის ნაჩვენები, თუ სად არის ხანძრის რისკს საშიში უბნები, ასევე ამ უბნებს ემატება ეს თქვენ რაც ბრძანეთ, სწორედ ტურისტულად აქტიური ლოკაციები, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა შედარებით დიდია. ამ შემთხვევაში ჩვენ ტყის ხანძრების მართვის გეგმაში მკაფიოდ გვაქვს ჩადებული თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, მათ შორის ეს საინფორმაციო კამპანიები, ასევე პატრულირების კუთხით. ჩვენ გვყავს ტყის მცველები, მეტყევეები, ასე ვთქვათ, ვინც გადაადგილდებიან ასეთ მონაკვეთებში, მაქსიმალურად აძლევენ მითითებებს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში დამატებით იგეგმება დაახლოებით 400-მდე ტყის მცველის დამატება, რაც კიდევ უზრუნველყოფს, რომ მეტად ინფორმირებული იყოს მოქალაქე, მათ შორის გააკონტროლოს, რომ ცეცხლი ნამდვილად ხო ჩამქრალია და ამ ყველაფერს მეტი კონტროლი გაუწიოს. ასევე გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციებიც, როგორც პირადი ჯარიმის სახით, ასევე გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში და მნიშვნელოვანი ზიანი, როდესაც დადგება, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს ეს ყველაფერი და ამისთვის სამართალდამცვის ორგანოებიც ერთვებიან. და თუ აღმოვაჩინეთ, ვთქვათ, ხანძარი მივდივარ ტყეში ვიღაცამ დატოვა, სად უნდა დავრეკოთ 112-ში? დიახ, რა თქმა უნდა, ხანძრის ქრობაზე უკვე უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ქვედანაყოფები, ერთვება ყველანაირ პროცესში და ასევე, რა თქმა უნდა, ეროვნული სატყეო სააგენტოს და მათი თანამშრომლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ აღმოჩენაში. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადრეული იდენტიფიცირება ხდება ცეცხლის კერის, სწრაფად ხდება რეაგირება და ის კატასტროფული შედეგები ნაკლებად გვაქვს ხოლმე. კატასტროფულ შედეგებს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდ კატასტროფას ეხება ეს. როგორც მატერიალური თვალსაზრისით, სახელმწიფოს ძალიან დიდი თანხა უჯდება, თუნდაც ეს ქრობის პროცესში, შემდგომში ამ ნახანძრალი ტყის აღდგენის პროცესი. თუნდაც ეს ბორჯომ ბაკურიანის ტყის ფერდობი დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. დღესაც რომ გაახედავ, ძალიან მოშიშულებულად გამოიყურება. თუმცა პატარა ნარგავები უკვე ჩანს, ეს ბუნებრივად აღმოცენებული ნაძვებია. დიახ, სამწუხაროდ
გვაქვს ეგ ცუდი პრაქტიკა, რომ საკმაოდ დიდი ფართობები, მათ შორის უნიკალური რეკრეაციული ტყეების დაიწვა, თუმცა საბედნიეროდ გვაქვს დადებითი შედეგიც ნახანძრალების აღდგენის კუთხით. ბუნებრივად, რა თქმა უნდა, პროცესები მიმდინარეობს და სხვადასხვა სახეობები, რომლებიც ეგრეთ წოდებული პიონერი სახეობებია, თავისითაც მოდის, თუმცა ეროვნული სატყეო სააგენტოს ძალიან დიდი ძალისხმევაა ჩადებული აღდგენის კუთხით, ძალიან დიდი ბიუჯეტზეა, ესე ვთქვათ, საუბარი ეს აღდგენის პროცესები, მოხდა ნერგების შერგვა, შემდგომში მოვლის ღონისძიებები და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ვამბობთ, თავდაპირველად არიდება არის ჩვენი თავარი ამოცანა, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან და როგორც თქვით, თავარი რაც არის დროსთან, ძალიან დიდ დროსთან არის დაკავშირებული, რომ ის პირვანდელ სახეს საუკუნეებით ჭირდება. ჩვენ დღეს ფერმოვას არის საუბარი ცხოველები რო შეგვხვდეს ტყეში, რა უნდა ვთქვათ, შემთხვევაში არიან თუ არა, ასე ვთქვათ, გარეული ცხოველების საშიშროება, მაგრამ ალბათ მე უკვე კიდევ უფრო ხანძარზე ვისაუბრეთ, თუმცა სხვა საფრთხეები შეიძლება იყოს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ოდესაც ტყეში მივდივართ ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ დღეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქეთი ადამიანებმა ახლა კი ვთქვი, რომ რა თქმა უნდა პატრულირება ძალიან კარგია, მაგრამ მართლა პირადი პასუხებლობა, თუ ჩვენ იმას გავიაზრებთ ოდესმე, რომ ეს ტყე სხვისი არავისი არ არის და არის ჩვენი და ეს არ არის სააგენტოს მოსავლელი მხოლოდ, ან ეს არ არის მხოლოდ თქვა სახელმწიფოს საზრუნავი, არამედ ეს არის ჩვენი ზრუნვის ობიექტი პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ საერთოდ სანამ არ შევიგრძნობთ, რომ ჩემი სამშობლო ჩემს ხალხში არ მთავრდება, ჩემს ზღურბთან სახლის, არამედ ეს არის უკვე ჩემი ზღურბლის გარეთაც, ქუჩაც ჩემია, ტყეც ჩემია, ჩემი მოსავლელია. და რომ უნდა შევუნახოთ შვილებს და ყველაფერი უნდა შევუნახოთ შვილებს და მათ შორის პირველ ყოვლისა ტყე, რომელიც როგორც ახლა ჩვენმა სტუმარმა ბრძანა, რომლის მოვლა და აღდგენა, აღსაკუთრებით აღდგენა განადგურებულის, ეს არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი ზარალი, რომელიც შეიძლება ჩვენ მოვყავაროთ.